განვაგრძობთ მაუწყებლობას მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს მოგესალმებით და გეტყვით იმას, რომ ჩვენ სტუდია ნომერი 8 შემოგერთდათ პირდაპირ ეთერში და მე მიხარია, რომ დღეს ამ გადაცემას გავუძღობი. გადაცემაში ვისაუბრებთ პოლიტიკურ პროცესებზე და იმ ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა 28 ნოემბრის შემდეგ. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ანალიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე ჩაგურთვება. მოგესალმებით, ბატონ ლევან, გესმით თუ არა ჩვენი ხმა? მესმის, მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ლევან, მოდით ამ წელს ჩვენ არ შეგვიფასებია პოლიტიკური პროცესები და 51 დღეა თუ არ ვცდები დღეს პროტესტის. სწორედ ამიტომ დავიწყოთ ამ პროტესტით, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ ვერადავერ შეჩერდა ჩვენს ქვეყანაში და მდგომარეობა სტაბილურობისკენ კი არ მიდის, პირიქით უფრო და უფრო მეტად მწვავდება, ჩემი შეფასება ასეთია. თქვენ როგორ აფასებთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ აი უმწვავეს კრიზისს? უმძიმეს მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება და ეს არ გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ ადამიანები 50 დღეზე მეტია ქუჩაში არიან გამოსულები. კრიზისზე მიანიშნებს ისიც, რომ დღეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მეზობლები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ოჯახის წევრებს ერთმანეთთან მოლაპარაკებების და საუბრის რესურსი აღარ დარჩათ. ქართულმა ოცნებამ სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში წარმოქმნა ისეთი ჭრილობები, ისეთი ნაპრალები, რომ ადამიანებს უჭირთ ერთმანეთისკენ მიმავალი გზების პოვნა. ხომ ხედავთ ჩვენ ამას ყოველდღიურად ჩვენს ცხოვრებაში. გახლეჩილია ნამდვილად საზოგადოება. გარდა ამისა, კრიზისზე მიანიშნებს ის, რომ ქვეყანაში ნელ-ნელა მყარდება ქალაქის ენაზე თუ ვიტყვით ცოტა ჟარგონულად, ეგრეთ წოდებული ბესპრეცედენტი. ეს რას გულისხმობს, ხო? ადამიანებს ცემენ ბიტებით, თქვათ, დოლიძის ქუჩაზე, დაუმტვრევენ თავპირს, არავინ პასუხს არ აგებს. არავინ პასუხს არ მოთხოვს ხოლმე. პოლიციაში დარეკავ, ის პოლიცია ან მოვა შენს დასახმარებლად, ან არა. ან თუ მოვა, დამნაშავე შეიძლება გაუშვას. ჩვენ ხედავთ, თქვათ, გადამეტებულ სისხლის სამართლებრივ დევნას მოქალაქეების. აი მე მაგალითად მინდა გავიხსენო შესანიშნავი ქალბატონი, კარგად არის ღმერთმა კარგად ამყოფოს, ქალბატონი მაკა სახურია, რომელმაც 2008 თუ 9 წელს მეგის ქარდავას ისეთი ცილა გააწნა. მთელ ქართულ საზოგადოებას მოფხანა გული და დიდი გმირობა ჩაიდინა. რამდენი დღით დააპატიმრეს თუ იცით ქალბატონი მაკა სახურია? არც ერთი დღით. ის გამოუშვეს იმ სისხლიანი რეჟიმის დროსაც კი, ავტორიტარული რეჟიმის დროსაც კი, ეს როცა პოლიტიკური ვითარება გამწვავებულია, ის ხელისუფლებაც კი ერიდებოდა ცეცხლზე ნავთის დასხმას. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ-ერთი ავტორიტეტული გაზეთისა და გამოცემის ხელმძღვანელი სილის გაწვნის გამო 4 წლიანი სისხლის სამართლებრივი მუხლით არის სასამართლოსთვის გადაცემული. ასე რომ ნახეთ, აი ამ კრიზისზე მიუთითებს ისიც, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად აძლიერებს ზეწოლას და უარს ამბობს კომპრომისზე, უარს ამბობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან დალაპარაკებაზე და ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას გვაცხადებენ ხან ჯაშუშებად, ხან მკვლელებად, ხან მოღალატეებად და ასე შემდეგ. აი ბატონ ლევან, მე მინდა ისევ საზოგადოების, ასე ვთქვათ, მხრიდან დაგისვათ ეს კითხვა, როგორც საზოგადოებას აინტერესებს ხოლმე და ჩემი მისამართით ისმევა ხოლმე კითხვა, რატომ არ ეკითხებით ასეთ დროს თუ მოსწონს მაგალითად პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელზე სილის გაწვნა და ასე შემდეგ. აი მე მესმის, რომ ამას არავინ არ ამართლებს, მე მესმის, რომ შეიძლება აღელვებული იყო ადამიანი და მაშინ მოხდა ეს ყველაფერი, თუმცა ასე არ რეაგირებს საზოგადოება და ისინი ამბობენ, რომ აუცილებლად უნდა ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელს ვამბობ იმ ადამიანების, რომლებიც ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვირეკავენ და გვაკრიტიკებენ ამის გამო, რომ ასეთი ტიპის კითხვას არ ვსვავ მაგალითად რესპონდენტებთან საუბრის დროს. აი ამ ადამიანებს რა უნდა ვუთხრათ, როდესაც აქვთ ასეთი კითხვები, რომ თქვენ ამართლებთ ამას, მაგალითად პოლიციელზე თავდასხმას, ძალადობას და ასე შემდეგ. რას ვეუბნებით ამ ადამიანებს? ამ ადამიანებს ძალიან მარტივად შეგვიძლია უპასუხოთ, რომ ძვირფასო მეგობრებო, ჩვენც განვიცდით დღეს საქართველოში პოლიციის მდგომარეობას.
განვითარებას. ჩვენ გვინდა რომ პოლიცია იყოს მოწოდების სიმაღლეზე, იბრძოდეს კრიმინალების წინააღმდეგ, იჭერდეს ბანდიტებს, ყაჩაღებს, ქურდებს, ცდილობდეს წესრიგის უზრუნველყოფას ამ საზოგადოებაში. დიახ, ჩვენ ეს გვინდა, თუ პოლიცია ასე იქცევა, მას ბუნებრივია არავინ თავს არ ესხმის, მაგრამ სამწუხაროდ მე დარწმუნებული ვარ პოლიციელთა ნების საწინააღმდეგოდ ქართულმა ოცნებამ ქართველი სამართალდამცველები გადააქცია რესტორნების მცველად. რატო უნდა იდგეს მთელი პოლიციის შემადგენლობა რომელიღაც რესტორანთან, რომ გირგვლიანის მოსამართლეები და სხვა საშინელი ხალხი, რომლებაც საქართველოში მართლმსაჯულება დაასამარეს, იყვნენ, ასე ვთქვათ, უსაფრთხოდ და უსაფრთხოდ უნდა იყვნენ, მაგრამ ხელი არ შეეშალოთ кейფში. აი, სხვისი кейფის დამცველი რატო უნდა იყოს ჩვენი პოლიცია? რატო უნდა იყოს ჩვენი პოლიცია, თქვათ, ნაძვისხის ანთების ცერემონიალის მცველი? არ აინთებოდა იმ დღეს, მეორე დღეს აინთებოდა. რატო უნდა დაამციროს ჩვენ პოლიციელი და ნაძვისხე და ზიზილპიპილოები დააცვევინო ქალაქის ცენტრში? მე ვფიქრობ, რომ დიახ, პოლიციელების დამცირება, როდესაც ისინი ხედავენ თვალწინ დანაშაულს და ვერ რეაგირებენ, იმიტომ რომ პოლიტიკური ნიშნით არიან შეზღუდულები, ხო? ჩვენ ნახეთ კადრები, ყველამ ნახა, როდესაც მოქალაქეები კონკრეტული რაღაც პატარა ბანდფორმირებების წარმომადგენელთა დაკავებისკენ მოუწოდებდნენ პოლიციას, თუ არ ვცდები ეს ბესიკის ქუჩაზე ხდებოდა და პოლიცია იდგა და არაფერს არ აკეთებდა, იმიტომ რომ სხვანაირი ბრძანება ჰქონდა. ასე რომ მეგობრებო, არავინ არ ამართლებს პოლიციელებზე თავდასხმას და დიახ, ჩვენ გვინდა ღირსეული პოლიცია, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე დგას, პოლიცია, რომელიც ნაძვისხებს, кейფებს და ბანდიტებს კი არ იცავს წესრიგს ამ ქვეყანაში. და აქვე აი ამ შეკითხვას ვინც დასვამს, იმ ხალხს მინდა უთხრა და შევახსენო ასევე ისიც მინდა შევახსენო, რომ ნახეთ პოლიციელებიც როგორ იქცევიან, მეგობრებო, ამაზე დავსვათ აქცენტი. ხო, აი დღეს რამდენიმე შემსვლელმა, რომლებმაც მოინახულეს ქალბატონი მზია ამაღლობელი, თქვეს, რომ პოლიციის უფროსმა დგებუაძემ ჯერ წყლის დალევის უფლება არ მიცა დაპატიმრებულს, მერე საპირფარეშოში არ გაუშვა და ბოლოს სახეში შეაფუთხა, ხო? აი ესეთი პოლიციელები გვინდა ჩვენ? ან რატომ არ გეცნობათ, მეგობრებო, გვარი ბესელია, რომლებმაც სააკაშვილის პერიოდში ეს ბესელია იყო მთავარი სპიკერი, დეტექტივი ბესელია, რომელმაც ეკა ბესელიას ძმა და შვილი დაიჭირა და იქ საშინელ პოლიტიკურ ანგაჟისწორებას აწარმოებდა მაშინდელი ოპოზიციონერის მიმართ. ან რატომ არ გეცნობათ თქვენ ბატონი ზვიად ხარაზიშვილი, რაღაც მოფერებით სახელებს რო ეძახიან, ამას მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, რომელიც ეს კაცი ფიგურირებს იმ ვიდეოში, როდესაც ვანო მერაბიშვილი ორგვამს ითხოვს. მის გვერდით დგას იმ პოლიციის ნაწილია, რომელიც 9 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს იჭერდა, აწამებდა, თავპირს ულეწავდა. ამ პოლიციელებზეა საუბარი და ამ ხალხზე მიდის დღეს მსჯელობა. ასე რომ ჩვენ გვინდა ღირსეული პოლიცია, მაგრამ არ გვინდა რომ ყავდეს პოლიციელები, რომლებიც ემსახურებიან კანონის ნაცვლად, ემსახურებიან ირაკლი გობახიძეებს და სხვა ასეთ შეურაცხად. კი, აი ბატონ ლევან, რა განცდა გიჩნდებათ მაშინ, როდესაც ისმენთ ვთქვათ, განცხადებებს იმის თაობაზე, სამართალდამცავი, ასე ვთქვათ, ორგანოების მხრიდან მაგალითად, რომ ძალის გადაჭარბებას არ აქვს ხოლმე ადგილი და რეალურად ვისმენთ 500-ზე მეტი დაპატიმრებული ადამიანი, და რომლებიც დააპატიმრებს ამ აქციების მსვლელობის დროს, თითქმის ნახევარზე მეტი ალბათ საუბრობს იმაზე, რომ უდიდეს დამცირებას, უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიან ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ, ასე ვთქვათ, ანგარისწორებასაც კი აქვს ადგილი ხოლმე. აი ამ ისტორიებს, როდესაც ისმენთ მათი ადვოკატების მხრიდან და როდესაც გესმით ასეთი ფაქტების შესახებ, რა პარალელს ავლებთ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმთან, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს ზღვარი წაშლილია, ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით 2012 წელს, რომ ქართული ოცნება იმისთვის უნდა მოსულიყო, რომ ადამიანების უფლებები ითელებოდა ფეხქვეშ და ვთქვათ, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მეტი უნდა გაკეთებულიყო, შეცვლილიყო ის ვითარება, დღეს გვესმის, რომ რაღაცნაირად წინა რეჟიმს ემსგავსება ძალიან ქართული ოცნება აი ამ ნაწილში თავისი ქმედებებით.
აი თქვენს ეთერში როგორც ხედავ, გადის ის კადრები. კი, ბატონო. დაახლოებით 57 ვიდეო ფაილი მაქვს ჩემს კომპიუტერში, რომელიც გავუგზავნე დაინტერესებულ პირებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ასახულია როგორ ამეტებს პოლიციელი თავის ძალას, ხო? რა საჭიროა, რომ ძირს დაგდებულ ადამიანს სახეში ორჯერ ჩაარტყა წიხლი და მერე მუცელში ჩაარტყა წიხლი. რა საჭიროა, როდესაც მთაწმინდაზე, ზედა ქუჩებზე ერთ ადამიანს მოსდევს 30 პოლიციელი და მერე დაიჭერენ, წრეში მოაქცევენ, ურტყამენ, ცემენ, ასისხლიანებენ, ხო? ეს არ არის ძალის გადამეტება. ამას ვერ ხედავს დღეს მთელი საქართველო, ამას ვერ ხედავს თქვენი ტელემაყურებლები, ყველანი ხედავენ. და ყველაფერი ცხადია. უბრალოდ იცით რაშია საქმე? მე მახსენდება ახლა ცოტა ხნის წინ პროფესორ ლელა გაფრინდაშვილის მიერ ნათქვამი შესანიშნავი ფრაზა. მან ჩვენი საზოგადოება დაყო რამდენიმე ნაწილად. ჩვენ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელთათვისაც ძალადობა მიუღებელი იყო სააკაშვილის პერიოდში, მაგრამ დღეს მისაღებია. არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მაგალითად ნაცები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ დროს ძალადობას რა უჭირს, უნდა ყოფილიყო და აი დღეს რო არის ძალადობა, არის საშინელება. და ვართ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ძალადობას ვაპროტესტებდით მაშინ, როდესაც ბაჩო ახალაია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ნაციონალების ძალადობაც მიუღებელი იყო და დღევანდელი ძალადობაც არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის. და ყველაზე სწორი პოზიცია, ადამიანური პოზიცია, ქრისტიანული პოზიცია, სამართლიანი პოზიცია არის ეს. ძალადობა ნებისმიერი რეჟიმის დროს არის გაუმართლებელი და ადამიანების ჩაგვრას ხებით ადამიანებზე შედგომას არ ამართლებს არც გეოპოლიტიკა, არც ქვეყნის, ასე ვთქვათ, ტერიტორიული მოწყობის საკითხები, არც პარტიული მიკუთვნებულობა და ასე შემდეგ. ღირსეული ადამიანი უნდა აპროტესტებდეს ნებისმიერი სახის ძალადობას, ვინც არ უნდა ჩადიოდეს ამას. მე მოუწოდებდი თქვენს მაყურებლებსაც, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებსაც, რომ აი ეს მორალური პოზიცია ავირჩიოთ და ნუ ვიქნებით სასტიკები ჩვენი ოპონენტების მიმართ, ან იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც არ ვეთანხმებით და არ მოგწონს. ხო, აი მაგალითად, ჩემთვის მორალურადაც, პოლიტიკური პოზიციებითაც, შეხედულებითაც, რა ვიცი, ცხოვრებისეული გამოცდილებითაც და ყველაფრითაც მიუღებელი ადამიანია და რა ვიცი, არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად, ქვეყნის მოწინააღმდეგედ მიმაჩნია ბატონი ლევან ხაბეიშვილი, მაგრამ როცა ვნახე, რომ შეითრიეს და თავპირი დაალეწეს და მეორე დღეს ხელი ქონდა მოტეხილი, ფეხი ქონდა მოტეხილი, თვალი ჩაწითლებული, ცხვირი გასიებული და თავი გატეხილი, ამაზე ვერ უნდა გაჩერდეს ერთ-ერთი პატიოსანი ადამიანი, ხო? თან ჩვენ იმ სამყაროს წარმოვადგენთ, სადაც ყველაზე წმინდა წიგნში გვეუბნებია, რომ გიყვარდეს შენი მტერიცო და არის სურვო მასზე უბედურება და საშინელება ტანჯვა და ტკივილიო და აი ამ იდეალებს უნდა უერთგულოთ. თუ არ უერთგულებთ, მივიღებთ იმას, რასაც ახლა თქვენს ეკრანებზე ვხედავთ, როცა სახელმწიფო უცხადებს ომს თავის მოქალაქეებს და ადამიანებზე ძალადობას ამართლებს რაღაც deep state-ებით, ჯერ ომის პარტია იყო, ხა deep state-ია, ხვალ შეიძლება მოიგონო რაღაცა სხვა ტერმინი და ამართლებს ესეთი კი, აი ეფემერებით. ეს ძალიან საინტერესოა ბრიტანული სანქციების მოლოდინშია ქართული ოცნება და მათი მეთაური ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ გუშინ მოვისმინეთ მათ მიერ გაკეთებული განცხადება, პოლიცსაბჭოს განცხადება, რომელშიც წერია, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი ხელისუფლება, ასე ვთქვათ, ავტორიტეტის საკითხი მათი ეჭქვეშ დადგება თუ მიიღებს გადაწყვეტილებას და ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებს. თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ აი ამ ტონით საუბრის, ასე ვთქვათ, განშორს არ ვართ, იმიტომ რომ გვესმის ეს ტონი ჩვენ ძალიან ხშირად ქართული ოცნების მხრიდან და კიდევ ერთხელ ამის გაგრძელებაა ეს ბუნებრივია ქართული ოცნების მხრიდან, როდესაც იქ ჩამოთვალა, რომ თქვენ არ უნდა დაემსგავსოთ მაგალითად ევროკავშირს და ასე შემდეგ და თან გვეუბნებიან, რომ ევროკავშირში აუცილებლად გაწევრიანდება ჩვენი ქვეყანა და მათთვის კარგია ევროკავშირი და ეგ გაწევრიანება და თან მაგალითად მოყავთ, რომ მათ არ უნდა დაემსგავსოთ და
ვთქვათ, აი ამ სირცხვილს და ასე ვთქვათ, არ უნდა შეუერთდეს, მოკლედ დიდი ბრიტანეთი და არ უნდა დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი. თქვენ რას ფიქრობთ? ხართ თუ არა მოლოდინში, რომ იქნება ასეთი გადაწყვეტილება მიღებული დიდი ბრიტანეთის მხრიდან და ბუნებრივია ეს არის ძალიან დიდ ფინანსურ, ასე ვთქვათ, დანაკარგებთან ბიძინა ივანიშვილისთვის დაკავშირებული და რამდენად დიდ ზიანს მიაყენებს ეს ასევე საინტერესოა. იცით ეს ცნობილი ქართული გამოთქმა მახსენდება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი რო არ არის სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს. აი მართლა ვიტირო თუ ვიცინო, არ ვიცი, როდესაც ქართული ოცნება ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გამო გაერთიანებული სამეფოს ავტორიტეტი გაცამტვერდება და მიწასთან გასწორდება. ვინ არის ეს ბიძინა ივანიშვილი ესეთი მთელი მსოფლიოსთვის, რომ მის მიმართ სანქციების დაწესება არ დაწესებაზე გადის, რა ვიცი, მრავალსაუკუნოვანი იმპერიის, რომელიც დღემდე შემორჩა გარკვეულ წილად ავტორიტეტის საკითხი, ხო? ეს ხო სასაცილოა, ეს ხო არასერიოზულია. ამას ხო ყველა ხედავს, ხო? დიდ ბრიტანეთს გენოციდები აქვს ნაწარმოები მესამე სამყაროს ქვეყნებში და ის შერჩა და იმის გამო არ განადგურებულა ამ ქვეყნის ავტორიტეტი და ეხლა ერთი საჩხერელი ბიზნესმენის დასანქცირების გამო მოისპოვა, ხო? ნუ ეს არასერიოზულია, ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი ცით რა არის, აი ეს მაგ წერილშიც ძალიან ჩანდა. აი მე თქვენ ხო გაქვთ ეს ინტერაქტიული გადაცემები, ძალიან კარგია და ხალხის ხმა ეს vox populi ისმის ამ გადაცემაში და ერთხელ აი თუ გექნებათ საშუალება დასვით ესეთი შეკითხვა, რომ რა არის ეს გლობალური ომის პარტია ასეთი, რომ მოერია შეერთებულ შტატებს და მის ბიზნეს ელიტას, დაიმორჩილა და დაიმონა საფრანგეთის პრეზიდენტი. საკუთარ მსახურად აქცია გერმანიის ხელისუფლება, აკონტროლებს ფინანსურ და მიგრაციის ნაკადებს და მსოფლიოში და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვერ მოერია, ძორა ვერ უყო, ვერაფერი ვერ დაუშავა, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ანუ მთელი მსოფლიო არის უკაცრავად გამოთქვისთვის ჩმორი გლობალური ომის პარტიის და ჩვენ გვყავს ლიდერი, რომელსაც ვერავინ ვერ ერევა და არის ყოვლის შემძლე, ხო? ესეც ხო არასერიოზულია. თუ ვინმეს უნდა ბიძინა ივანიშვილის მოსპობა და მიწასთან გასწორება, ამას გააკეთებენ ეს ქვეყნები და ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერ მამუკა დინარაძე ვერ მოერევიან შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ბრიტანეთის foreign office. და აი ეს პროცესია დაწყებული, ხო? ამდენი ხანი ხო დაცინოდნენ დასავლეთს, აშატირებდნენ, თქვენ არაფერი არ შეგიძლიათ, რას დავხართ, რა დღეში ხართ და ასე შემდეგ ხოეუბნებოდნენ ამას. აი რა შეუძლიათ დასავლეთს. აგერ მაგნიტსკის სიაში არის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი, მცხვენია ამის, არ მიხარია ნამდვილად, მცხვენია ჩვენი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არის სოფლიო რანგის დამნაშავების და ჯალათების ჩამონათვალში, ამას მოხერხება უნდა, რომ მაგნიტსკის სიაში აღმოჩნდე და ვხედავთ იმას, რომ ამერიკის ხაზინა და დოლარში ოპერაციას ვერ აწარმოებს ივანიშვილი და მისი გარემოცვა. ნახავთ ახლა რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები მთლიანად ამერიკის სანქციების ქვეშ იქნება და უკვე ბრიტანეთს გადმოედება ეს წესია ესე თავიდან ამერიკა აწესებს ასე ვთქვათ სანქციებს და მერე ნელ-ნელა უფრო დემოკრატიული ქვეყნები ნელ-ნელა იღებენ გადაწყვეტილებებს. გერმანიაში ახალი კანცლერი იქნება ალბათ თებერვლიდან, იქაც იგივე გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ნახავთ ჩვენ ადამიანებს, რომლებიც, რა ვიცი, ვენესუალურ ბოლივარში გააკეთებენ გადარიცხვებს და გადმორიცხვებს და დოლარი, ევრო მათთვის ხელმიუწვდომელი იქნება. უნდოდათ ეს აი მიიღებენ აი ამ აი ბატონ ლევან, ქართულ ოცნებას რა რესურსი, რა ძალა და რა გზარჩება აი ასეთ მოცემულობაში, იმიტომ რომ თითქოს არაფერი არ მოქმედებს ქართულ ოცნებაზე ამ დღეების განმავლობაში, რომ ვაკვირდები, აი შეფასებები, რაც მესმის ანალიტიკოსების მხრიდან, თუნდაც ის გზავნილები, რომელიც მოდის საერთაშორისო დონეზე, ძალიან მშვიდად ხვდებიან ამ ყველაფერს და ისევ იმ რეჟიმში არიან, რომ მე რა არაფერი, ეს არაფერს არ ნიშნავს და ეს პროპაგანდა იმდენად ძლიერია, რომელთაც საკუთარ ამომრჩევლებზე გავლენა აქვთ, მე ვიტყოდი ასე, მუშაობს და ამ ადამიანებს ჯერათ, რომ ქართული ოცნება არის ის ერთადერთი ძალა, რომელსაც მშვიდობა უნდა ჩვენს ქვეყანაში და დანარჩენი ყველა ერთად გაერთიანებული და ის ახალგაზრდები, პოლიტიკოსები იქნებიან თუ ადამიანები, რომლებიცაც არ მოსწონთ ეს
რეალობა არიან ომისთვის მოწადინებული ადამიანები და უნდათ ამ ადამიანებს თითქოს ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება ამ ქვეყანაში. რეალობა რა არის და შეუძლია თუ არა ქართულ ოცნებას აი ამ მოცემულობით კიდევ რამდენიმე წელი იყოს აი ასე მოჩვენებით სიმშვიდეში რეალურად ამის რესურსი თუ გააჩნიათ. თავდაპირველად არ დაგეთანხმებით თქვენ შეფასებაში ნამდვილად ადეკვატური და ნორმალური ხელისუფლება არ მოიქცევა ისე, როგორც დღეს ქართული ოცნება იქცევა. ამ სანქციებს, ამ ზეწოლას გავლენა რომ აქვს, იმიტომ არიან ასეთი არაადეკვატურები, შეშინებულები და გაგიჟებულები ხელისუფლების წარმომადგენლები. ამიტომ უმიზნებენ ისინი ზარბაზანს ბეღურას. და ბეღურებზე ნადირობენ ზარბაზნით. ხო, აი მეტი რა შეიძლება დაერქვას, როდესაც დოვლიცის ქუჩაზე მაღაზიიდან გამოდიან გამყიდველები, პლაკატი უჭირავთ, 1 საათში უკან შებრუნდებოდნენ და მაღაზიის წინ გამოსულ გამყიდველებს მიუგზავნი ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულ ხალხს, ხო? ან მეტი რა შეიძლება დავარქვათ ბეღურებზე ზარბაზნით ნადირობის გარდა, როდესაც ჟურნალისტს, რომელსაც არც ისე დიდი გავლენა აქვს ეხლა მასებზე, იმ ჟურნალისტს 4 წლით აკავებ მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიციელის შეგინებას და პროვოკაციას წამოყენებს. სამაგალითოდ დასჯის მცდელობას გავს ეს ხომ ალბათ? სამაგალითოდ დასჯის მცდელობას გავს და შეშინებულები რო არიან და აგრესიას და სისასტიკეს რომ ვეღარ აკონტროლებენ, აი ამას გავს ეს ყველაფერი. ასე რომ ცუდ დღეში არიან. მეორეს მხრივ მე თქვენი შეფასების მეორე ნაწილს სრულად ვიზიარებ, პროპაგანდა მუშაობს, ძალიან კარგად მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენ ყავს საშინელი ოპოზიცია. ოპოზიციამ არც არჩევნების მიმდინარეობის დროს და არც ეხლა არაფერი არ თქვა თავისი გეგმების შესახებ მშვიდობის თაობაზე. მშვიდობის დროშა და მშვიდობის საკითხი მთლიანად გადაულოცა აი ამ ფარისეულების კრებულს, რომელსაც ქართული ოცნება ქვია. წყობრი პოზიცია იმის შესახებ, როგორ დაიცავენ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას, აი ამ ძალებს არ აქვთ. და ამიტომ მუშაობს ეს პროპაგანდა და ამიტომ ასე ვთქვათ გადგმული ფესვი ქართულ ოცნებას, ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მაგრამ ეს უმრავლესობა არ არის ეს ნაწილი. ეს ყოველი მეორე საქართველოს მოქალაქე ქართული ოცნების მხარდაჭერი არ არის. ამას ჩვენ ყველა ვგრძნობთ და ხვდებით, რომ ეს ხელისუფლება მიტაცებული აქვს ჩვენს ასე ვთქვათ დღევანდელ მართლ გუნდს. და ფაქტო მართლ გამოსავალი რომ გითხრათ ბატონ ლევან, რა შეიძლება ამ შემთხვევაში გამოსავალი აღმოჩნდეს აი ამ ძალიან რთული ვითარებიდან? ირმა ინაშვილიდან დაწყებული, სალომე ზურაბიშვილით დამთავრებული მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი თუ საზოგადოებრივი ჯგუფები, როგორი შეხედულების და წარსულისაც არ უნდა იყვნენ ისინი, ყველა საუბრობს ერთ გამოსავალზე. ეს გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები. მაგრამ ნახეთ, ქართულ ოცნებას ძალიან ძვირი დაუჯდა ეს არჩევნები. უამრავი ფული ამოიღო ბიზნეს სექტორიდან, უამრავი ფული დახარჯა საკუთარი ჯიბიდან და მხოლოდ ამის ხარჯზე მოახერხა ამორჩევლის მობილიზება და აი ამ შედეგების წარმოდგენა, ხო? რაც უკანასკნელ არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ. დღეს ქართულ ოცნებას პოლიტიკური ავტორიტეტიც დაკარგული აქვს, სახელით შელახული აქვს. ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ომის გაღვივების მცდელობაში ედება ბრალი. მთელ მსოფლიოში მას არავინ არ ელაპარაკება და პლუს ამას მათ არ აქვთ იმდენი ფული, რომ ხელახლა მილიონი ადამიანი დაარაზმონ 51-ის გასაფერადებლად. ამიტომ ეშინიათ ამ ყველაფრის ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის და არავინც და არამც არ მიდიან აი ამ ხელახალ არჩევნებზე. ჩვენ ვდგავართ ესეთ გზაგასაფარზე. ან საქართველოში იქნება ხელახალი არჩევნები, ან ბიძინა ივანიშვილი ხიშტებით გადაგვივლის, გამოვა ქუჩაში და გაგვისწორდება ჩვენ ვიცი რა ქვია, ყველანაირი საშუალებით. ბიძინა ივანიშვილი მზად არის, რომ ამ ქვეყანაში ღმერთო მაბატი ამას რომ ვამბობ, შიშით ვამბობ ამ ყველაფერს, მზად არის, რომ დაღვაროს სისხლი. ასე რომ სანამ დროა, მეგობრებო, დავწყნარდეთ, შევხედოთ ერთმანეთს, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი, დავამყაროთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნის საზღვრების შიგნით და ჩავატაროთ არჩევნები. ამ არჩევნების შედეგები ადვილად პროგნოზირებადია. შედეგი იქნება ესეთი, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას
არ ექნება ამ ქვეყანაში უმრავლესობა და გვექნება ნორმალური ევროპული პარტიული გადანაწილება, სადაც ადამიანებს მოუწევთ და ძალებს მოუწევთ ერთმანეთთან კოალიციის ჩამოყალიბება. აი ეს არის გამოსავალი და გონი ეს არავის არ დააზარალებს გარდა იმ ხალხისა, ვისაც აბსოლუტური ძალაუფლებისკენ აქვთ მიდრეკილი. კი ბატონო, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ლევან ლორთქიფანიძე გვერდებოდა გადაცემის ამ ნაწილში, ანალიტიკოსი, რომელთან ერთადაც შევაჯამეთ თუ რა ხდება ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენს ქვეყანაში და როგორც ხედავთ, რამდენიმე ასე ვთქვათ, დღეა და 51 დღეა ჩვენს ქვეყანაში უკვე სერიოზული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ყოველდღიურად ქუჩაში გამოდის უამრავი ადამიანი. 28 ნოემბრის შემდეგ ეს ხდება ყველაფერი 28 ნოემბრის შემდეგ და სწორედ იმ განცხადების შემდეგ, როდესაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა ამის თაობაზე განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება 4 წლით გადაიდება და არანაირი დაფინანსებაც არ იქნება მათი მხრიდან აღებული და ასეთი ტიპის განცხადების შემდეგ ჩვენ ვნახეთ თუ რა მოხდა და რეალურად როგორ გამოვიდა ქუჩაში ხალხი, რომელიც დღესაც გრძელდება. კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია შემოგვერდება გადაცემაში. მოგესალმებით, გესმით თუ არა ჩემი ხმა, პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამონახეთ დრო და გვერდებით გადაცემაში. საინტერესოა თქვენი შეფასება ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ ამ პროცესებზე და რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან, როდესაც ვხედავთ, რომ ქართული ოცნება უკან დახევას ჯერჯერობით ისევ არ გეგმავს და ვხედავთ, რომ უკვე თვეზე მეტია ადამიანები გულწრფელი პროტესტით გამოდიან ქუჩაში და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას აპროტესტებენ და ბუნებრივია მათი მოთხოვნები უკვე გაზრდილიც არის. აი თქვენი შეფასება აი ამ თემებზე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით ტელემაყურებელს. გამოსავალი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ სიტუაციებში ყოველთვის არის ახალი არჩევნები. ეს არის შესაძლებლობა და საშუალება ნებისმიერი მსგავსი ტიპის პოლიტიკური კრიზისის დროს განიმუხტოს სიტუაცია და ისევ მოქალაქეებმა გადაწყვიტონ როგორ უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება. საუბარია რა თქმა უნდა სამართლიან დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნების ჩატარებას. თუმცა მოლოდინი გაქვთ თუ არა ამის, რომ ამ დათმობაზე წავა ქართული ოცნება? სიმართლე რო გითხრათ, შეიძლება ესეთი მოლოდინი რო დღეს ხვალეს ამას გააკეთებს ქართული ოცნება ამ წუთას არ მაქვს არსებული თქვათ სიტუაციიდან გამომდინარე პოზიციებიდან, რომელიც მათ გააჩნიათ საჯაროდ და ფიქსირებული, თუმცა მათ ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მოუწევთ. და რატო შემიძლია ეს ჩემი მოსაზრება გითხრათ, ხო? აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში, სხვა პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს. უპრეცედენტოა პროტესტი მოქალაქეების, რომლებიც გამოდიან ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე. თქვენ ნახეთ რამდენიმე დღის წინ 3 საათიანი 15 იანვარს მოქალაქეების გამოსვლა გაფიცვის რეჟიმით, როდესაც სამუშაო დროს დააფიქსეს თავისი პოზიცია, ესეც მნიშვნელოვანია. პოლიტიკური პროცესი პარლამენტში არ მიმდინარეობს, არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ არის შესული პარლამენტში, მიუხედავად იმისა, იქ რომელიღაცა ჯგუფს, სხვა პარტიის წევრებს ოპოზიცია დაარქვეს და ამ ფორმალურად ცდილობენ რაღაცა მრავალპარტიული პარლამენტის იმიჯი შექმნან, ეს რა თქმა უნდა ასე არ არის და შინაარსობრივად ყველასთვის ცალსახარი რომ ასე არ არის. გარდა იმ თქვა კითხვის ნიშნებისა, რომელიც თავად არჩევნების პროცესს, შემდგომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არსებობდა, დღეს ამაზე ახლა არ მსჯელობთ არსებულ რეალობაზე, ხო? მათ შორის იმაზე, რომ პრინციპში ჩვენი თავი დასავლელი პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ფაქტობრივად ყველა დონეზე შეწყვეტილია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან უმაღლესი რანგის ურთიერთობები, ხო? თუ არ ჩავთვლით რაღაცა ტიპის გამონაკლისებს. გაჩერებულია დაფინანსება, ჩვენი მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში, განათლების სფეროში, უამრავი მიმართულებით და ეს კიდევ უფრო გრძელდება. უპრეცედენტო რამ მივიღეთ ჩვენ სანქციები, თავარი პოლიტიკური
პირები ამ ქვეყანაში ვის არიან, უმაღლეს სხვა თავმჯდომარის პირები სხვა ქვეყანაში არიან დასაქციელებულები, რაც თავისთავად პირდაპირ ბადებს კითხვას, ხო? თუ ჩვენი დასავლეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, რასაც თქვა ქართული ოცნება ამბობდა დეკლარირებულად მაინც რაღაც პერიოდის განმავლობაში, არჩევნების დროს მათი თავდაპირება იყო ევროკავშირთან ურთიერთობების გაძლიერება და საკუთარ ამომრჩეველთა ამ დღის ესეთი მიდიოდნენ. დღეს უკვე ყველაფერს თავი დავანებოთ სასახა რომ ეს ასე არ გეცდება, ხო? ანუ მაშინ არც ერთი ჩვენი ევროპული პარტნიორი არ ელაპარაკება მათ ესე პირდაპირ არ მინდა რომ არანაირი თქვა ეხლა მაგალითად შეიძლება ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ ჩათვალოს ვინმე, მაგრამ დაუს ეკონომიკურ ფორუმში არავინ არ მონაწილეობს მიუხედავად საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომუნიკაციის სივრცეა, ხო? იქ არავინ არ მიდის ჩვენ წარმომადგენელი და ბევრი სხვა ფაქტორები, ხო? ცალსახაა და კრიზისი არის, პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. ამდენი ადამიანი გარეთ არის გამოსული, მათი იგნორირება, ის რომ ძალადობა თქვათ მძიმე დაზიანებები მიიღეს ადამიანებმა, ის რომ უკანო პატიმრობაში იმყოფებიან ადამიანები, ეს ხო ნათელი და ცალსახაა, ხო რაღაცა ესე იგი რაღაცა ვითომ დანაშაულის ნიშნების დანახვა ამ ადამიანების კმედებებში და რაღაცნაირად გაწელვა პროცესის და პატიმრობის გამოყენება, ხო? ამას ხო ეს ხო ყველასთვის ცალსახაა. მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებისთვის ხო ნათელია რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არიან პატიმრობაში და მათ შორის იმისთვის რომ რაღაცნაირად შიშის სინდრომი იყოს ამ ქვეყანაში, ხო? ეს ხო არ არის ორდინალური მდგომარეობა, ეს ხო ნათელი ამას ხო განსაკუთრებით თბილისში აქციების პერიოდში საღამოს ყველა ხედავს, ხო, როდესაც გადაკეტილია რუსთაველი, გადაკეტილია სხვადასხვა ქუჩა, როდესაც ესე იგი ამ დღეების განმავლობაში, როდესაც მთავარი პროტესტის დღეები, როდესაც არის მთავარი შეკრებები, როდესაც ინიშნება, ქალაქში შეუძლებელია, ხო, სხვანაირად გადაადგილება და ყველა უამრავი მარშია და ყველაფერს თავი დავანებოთ ეს პატარა საზოგადოება ყველამ ადამიანები ერთმანეთს იცნობენ და იციან რომ უამრავი ადამიანი ამას იზიარებს, ხო? აი, რა ვიცი, სადაც დავდივარ, მოგეხსენებათ ეს პერიოდი საქართველოში ისეთი პერიოდია, საახალწლო პერიოდი, უამრავ ნათესავს ახლობელს, მეგობარს, სხვადასხვა ფორმით ხედავ და ყველასთვის ცალსახაა, რომ უდიდესი ნაწილი პროტესტს გამოხატავს, ხო? და პროტესტის მუხტიც, რომელიც თუნდაც აი ამ დღეებშიც არ გაჩერებულა. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აქ მე არ ვყოფ საზოგადოებას ერთმანეთისგან, ხო? ჩემთვის მე მესმის რომ არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებული შეხედულებების არიან, არ იზიარებენ ამ პროტესტს, არიან ასეთები და ჩვენი თანამოქალაქეების, ოღონდ რაღაცა მცირე ნაწილია, ეს არ არის დიდი, უდიდესი ნაწილი, თქვა პროტესტის მონაწილეა. მაგრამ თავისთავად ყველას ინტერესი არის რაცა თვალისწინებელი. თუმცა ის რომ ძალადობა ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება, უკანონო გათავისუფლება ხორციელდება ადამიანების, რა თქმა უნდა, ამას ვერ მივიღებთ და ამას ესე მარტივად ვერ შევხედოთ, ხო? და ეს ნათელი სურათია და ამას არ ჭირდება დიდი დამტკიცება. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ხო, ნებისმიერი შეიძლება ისეთი იყოს არა სათანადო პერიოდი ამ თემაზე სალაპარაკოთ, თუმცა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არჩევნების შემდგომაც კი შეიძლება ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. განსაკუთრებით ეს აქტუალური ხდება, როდესაც რაღაცა განსაკუთრებული პოლიტიკური მოვლენა ხდება, ხო, რომელიც არჩევნებამდე ასე არ ხდებოდა. ანუ არჩევნებამდე ასეთი პროტესტი საზოგადოებაში გამოხატული გარეთ არ ყოფილა, ხო? იყო რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების სამართლიანად თუ ჩატარებულიყო დემოკრატიულად ქართული ოცნება უბრალოდ ვერ მოიპოვებდა, იმიტომ რომ მას არასდროს არ ქონია არც ერთ მის არსებობის ეტაპზე ამ ხელა მხარდაჭერა და ეს ზემოქმედების შედეგად იყო ეს არჩევნებზე, ამ შედეგის გათვალისწინება შესაბამისად კიდევ უფრო 28 ნოემბრის შემდეგ კიდევ უფრო შეიცვალა მდგომარეობა საზოგადოებაში და ყველა შემთხვევაში ამას ჭირდება
პოლიტიკური განმოხტვა. პოლიტიკური განმოხტვა ხდება მხოლოდ არჩევნების გზით. აი, არჩევნებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ქართული ოცნება ამბობს, რომ სერიოზული დარღვევები არჩევნებზე არ დაფიქსირებულა და ასე ვთქვათ, ყველაფერი ამაზე მეტყველებს, თუნდაც ის, რომ ოპოზიციას არ შეუძლია წარმოადგინოს მეტი მტკიცებულებები, რომ სასამართლოში ბევრი სარჩელი არ არის შესული და ასე შემდეგ. აი, ამ ნაწილში რა არის რეალობა? შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს მაყურებელსა და რადიო მსმენელს, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რა არის ის, რასაც ქართული ოცნება ამბობს და რეალურად რა ფაქტები და რა სერიოზული დარღვევები არსებობდა არჩევნებზე, რომლის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელახალი არჩევნების აუცილებლობა დღის წესრიგში დგას. ერთ განმარტებას გავაკეთებ, სანამ არჩევნების შედეგებზე ვილაპარაკებ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა არ გამომდინარეობს მხოლოდ არჩევნების შედეგებიდან. კი ბატონო. ხელახალი არჩევნების აუცილებლობა პირველ რიგში ამ შემთხვევაში გამომდინარეობს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც არსებობს. განსაკუთრებით ეს 28 ნოემბრის მოვლენების შემდგომ. აბსოლუტურად სხვა საქართველოა, აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა, ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ აქტიურები პოლიტიკურ პროცესებში, სამოქალაქო აქტივიზმში ან პროტესტის გამოხატვაში, ისინი გამოვიდნენ გარეთ და ცალსახა და ნათელია, ახლა რა თქმა უნდა ამას ლაპარაკი, დასავლური კურსით რო არ მიდის ეს სახელმწიფო, გასაგებია, ხო, არავინ არ ელაპარაკება, ყველაფერი შეწყვეტილია, ჩვენი დასავლური პარტნიორები, რომლებიც ამ დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენი მთავარი მხარდაჭერები იყვნენ და კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ საქართველოს ადგილი, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერი გააკეთოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ხო და ამის მიმართულებით არაფერი არ კეთდება და ევროკავშირი გვეუბნებოდა, რომ აი ეს მოთხოვნები შეასრულეთ და პირიქით მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ და უნიკალური ფანჯარა შეიქმნა საქართველოსთვის ამ პერიოდში, ხო? ეს არის კეთდება, ეს თასახა ნათელია და ამას ახაჭირდება დადასტურება და ეს არის თავარი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკური სიტუაცია უნდა შეიცვალოს. რატომღაც ადამიანებს თითქოს ეგეთი მივეჩვიეთ სამწუხაროდ საბჭოთა პერიოდიდან დღემდე მოყოლებული, ხო? რატომღაც მივეჩნიეთ, რომ ეხლა ხელისუფლება არის, გააყალბებს ხა რა მოხდა, რამდენიმე პროცენტს გააყალბებს არჩევნებს, რა ქვია, რაღაცებს დაარღვევს, მე რა ვიღაცას დაიჭერს, რა თქმა უნდა, პოლიცია ცუდად მიიქცევა ხო რა, მივეჩვიეთ თითქოს ესეთი უნდა იყოს ქვეყანა და ესეთი არ უნდა იყოს ქვეყანა. და ეს არის მთავარი, ანუ სისტემურად არის შესაძლებელი მიდგომები და მუდმივად მესმის ხოლმე, როდესაც ამაზე ვსაუბრობ მე პირადად, რა წინა ხელისუფლება არ აყალბებდა, მაგალითად წინა ხელისუფლება არ იჭერდა, არ არბევდა და ასე შემდეგ. წინა ხელისუფლება, იმიტომ შეიცვალა, ამას ვპასუხობ ხოლმე, მე ბუნებრივია, რომ ეს არ მიუღებელი იყო ჩვენთვის, მათი მხრიდან და ასევე მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს. აუცილებლად სასაცილო იცით რა არის? სასაცილო ის არის. ვინც ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სისტემაში, როდესაც თქვათ არ მუშაობს რაღაცა მიმართულებით, თქვათ არ მუშაობს ხელისუფლების დანაწილების სისტემა, პარლამენტი, მთავრობა, ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე სასამართლო, იმიტომ რომ ეს არის ბოლო იმედი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ყველა პრობლემა. ანუ სასამართლო თუ დამოუკიდებელი და ძლიერია, ვერც წინა ხელისუფლება ვერ გაბედავდა იმ ნაბიჯებს, რასაც აკეთებდა, ხო? და ვინ მოსამართლეები, ვინ იყვნენ მაშინ, ყველაზე გახლავ საქმეებზე და ვინ არიან დღეს, ხო? ხო, გასაგები. და ვინ ეგ არის ყველაზე სასაცილო, რომ სასამართლო ხელისუფლების განმობარება მოხდა და კიდევ უფრო კონსოლიდაცია და მეორე მნიშვნელოვანია, ვინც განსაკუთრებულად აი დღეს ხო გვესმის, ხო? ვინც ამბობს, რომ კი ძალადობა არ შეიძლება, მაგრამ წინა ხელისუფლება გვაკეთებდა და განსაკუთრებული ესე იგი წინა ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული უარყოფითი დამოკიდებულების გამო დღეს ამბობს, რომ აი ამის გამო მაინც მე იქ ვერ დავდგები, ხო? ანუ რა იყო მთავარი მათთვის, ხო? თუ ძალადობა იყო, მაშინ მიუღებელი, ხა როგორ შეიძლება იყოს მისაღები, ხო? გასაგებია ეს ყველაფერი, ამიტომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და თქვენ არჩევნებზე მკითხეთ და არჩევნებზე უთოს დასკვნა, ხო? და სხვადასხვა ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, თქვათ, არჩევნებში მონაწილე პირების, მაგრამ ყველაზე კარგად აი რო ამბობს, თქვათ, ქართული ოცნება, რომ არ გვინახავს არც ერთი მტკიცებული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ან ზემოქმედებასთან.
არჩევნების ჩართვას გავაკეთებ, რომ არჩევნების გაყალბება თითქოს ისე არის, რომ მანდამაინც ბიულეტენი უნდა ჩაყარო, ესეც გამოსაჩენად ტელევიზორში პირდაპირ ეთერში და ამით დააჯერო ხალხს, რომ არჩევნები გაყალბდა. ესე რა თქმა უნდა არ ხდება, ხო, იყო ერთ-ერთი შემთხვევები ასეთიც, მაგრამ წინამძღოლში სხვა ფორმი ხდება, ხო, ისეთი, რასაც ხშირად ხილული არ არის, ხო, იქ მონაცემები, რომ ვინ არ იყო იმ მომენტში საქართველოში ამ მისი პირადობები, მისი პირადი ნომრებით ხდებოდა თქვა ხმების მიცემა, ხმის მიცემა, იძულება პირადობის წართმევა, ზემოქმედება და ასე შემდეგ, ხო. მაგრამ თუ მათ ესეთი მტკიცებულება ოპოზიციისგან არ მიუღიათ, მათ კითხონ იმ ადამიანებს, ვინც მათ ქართულოცნებას ყავდათ აქირავებული, უშუალოდ არჩევნების დროს, ვინც მათ გუნდს წარმოადგენდა და ვინც რეალურად მონაწილეობდა ამ არჩევნების ზემოქმედების განხორციელებაში. ისინი თავად ეტყვიან, ხო? ანუ ეს ხო ყველამ კარგად იცის და ანუ ნათელია. ამას ბევრი დამტკიცება და მტკიცებულება არ ჭირდება, თუმცა უამრავი ფაქტი დაიდო, უამრავი, მათ შორის სასამართლოში იყო წარდგენილი და თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი ამბავია ქვეყანაში არჩევნებზე პრეზიდენტი 5 პარტიიდან გადალახული 4 პარტია, რომლებიც ხელისუფლებას არ წარმოადგენენ. ეს 4 პარტია და პრეზიდენტი. საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ გამოძიება ჩასატარებელი, ანუ რაღაცა ხდება სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს საქმეს ისე თითქოს რაღაცა ეს საქმე იყოს, რა ქვია, ჩვეულებრივი ადმინისტრაციული რაღაცნაირი სამართალდარღვევა და მაგალითად ქუჩაში ახლა აქციების დროს რაღაცა რომელიღაცა მოქალაქე 9 სანტიმეტრით გზაზე გადმოვიდა, რომელსაც პოლიცია მაგალითად უთხრა, რომ გადადით და დაგაჯერებო და მაშინვე გადადის პოლიცია, მაშინვე გადადის მოქალაქე იმედა რა ქვია, გზის სავალი ნაწილიდან ერთწამიერად, ანუ არანაირი სამართალდარღვევის, თეორიის სამართალდარღვევის ნიშანიც არ არის, მაგრამ მას მიდიან აჯარიმებენ, სასამართლოში მოდიან მოწმეები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ეს დავიჭერთ ეს ადამიანი აქ და სინამდვილეში არც დაჭერილი ადამიანი არ იმყოფებოდა იმ მომენტში და არც ვინც დაიჭირა, ხო? და ამას აი განსაკუთრებული სამართლებრივი პროცედურებით უდგებიან, ხო? და ხალხს 10 დღით, 5 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას იყენებენ, რა ვიცი, როგორც არაფერი და პლუს რაღაცა სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან ადამიანებს, ჯგუფური დანაშაულის ჩადენას, რომელიც ერთმანეთს არც იცნობდნენ, ხო? და საერთოდ არანაირი ქმედება მათი მხრიდან არ მოხდარა, ხო? ანუ ხო რა თუნდა ამას ახლა განსაკუთრებული ან იურიდიული ცოდნა ან სხვა რამ, ხო? არის გასაგებია პოზიციონირება და ასეთ დროს ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ასე ცხოვრების გაგრძელება. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა, ყველა შვილმა, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეა, იცხოვროს მშვიდ, თავისუფალ, განვითარებად გარემოში, ხო? სადაც არჩევნები გადაწყვეტს, იმიტომ რომ თქვენი მოსაწონი შეიძლება დღეს ხელისუფლება იყოს, ვიღაცის მოსაწონი არ იყოს, სხვა პირიქით იქნება. ეს დემოკრატია არის ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შესაძლებლობა და ეხლა 12 წელია ხელისუფლებაშია და არა ყველაფერს აკეთებენ, რომ არ წავიდნენ არაფრით. და გასაგებია ინსტიტუტები არ მუშაობს და ერთ ადამიანზეა დამოკიდებული ყველაფერი, ხო? ეხლა ეს როგორ შეიძლება იყოს კარგი და როგორ შეიძლება ეს გინდოდეს საკუთარი შვილებისთვის, საკუთარი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ხო? გასაგებია, რომ ფაქტია, რომ ძალიან სერიოზული კრიზისის წინაშეა ჩვენი ქვეყანა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ოჯახის წევრები ვერ თანხმდებიან ოჯახში აი ამ პოლიტიკური საკითხებიდან გამომდინარე, სამსახურებში, ქუჩებში ვხედავთ მუდმივად დაპირისპირებებია, იმდენად აგრესიული ფონია ქვეყანაში. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, უბრალოდ მე მგონია, რომ ქუჩებში დაპირისპირების ნაწილი უფრო სწორად რომ შევაფასოთ, ეს არ არის რომ საზოგადოება კი განსხვავებული მოსაზრებები რა თქმა უნდა არის და ყველა ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც ვიღაცა არ იზიარებს ამ პოზიციას, არც არჩევნების მოთხოვნას, არც აქციების მხარდაჭერას, თუმცა არანაირად არც აგრესიული არ არის, არავის არის ესხმის თავს. ძირითადად ასეთი ტიპის თავდასხმები არის ხოლმე
ინსპირირებული ხელისუფლების მხრიდან. კი, აი ამ თავდასხმებს გულისხმობ მე სწორედ. ეს აბა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერი პირს თუ თავს დაესხმებიან, იძალადებენ რაღაცა კამერებია ყველას ხედავს და რატომღაც არავინ არ ისჯება, ხო? იქეთ ამხრივ არავინ, ხო? არც ზოგჯერ საქმეც არ არის აღწეული, ზოგჯერ და საერთოდ რა სისხლის სამართალი და ადმინისტრაციული სამართალი, ანუ საერთოდ გამოძიება არც იწყება, ხო? ანუ ასეთ ვითარებაში ხა როგორ არის სამოქალაქო დაპირისპირება. სამოქალაქო დაპირისპირება ან დაძაბულობა, ხო? განსხვავებული მოსაზრება ერთი ადამიანიც რო იყოს განსხვავებული მოსაზრებისა და ეს იქნება და ეს არის განსხვავებული შეხედულებები, ყოველთვის ეს არის ესე უნდა ვიცხოვროთ, რომ განსხვავებულად უხურებთ ადამიანები, ყოველთვის იქნება შეხედული ვიღაცა ეთანხმება, ვიღაცა არ ეთანხმება. თქმა უნდა, ძალიან ბუნებრივი პროცესია და რაც უნდა ცალსახა იყოს დღეს ჩემთვის და ნათელი, რომ რა პოზიცია უნდა მქონდეს, მისმის რომ ვიღაცას ეს პოზიცია არ აქვს და ვიღაცისთვის საკმარისი არ არის, რაც ხდება. გასაგებია. თუმცა პოზიციის გამო აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ძალადობა გაუმართლებელია და დახვდეს და ცემოს და ეს ხო ვისწავლოთ უნდა რომ ხო არაფერი არ არის მუდმივი ხო ამ ქვეყანაში ამ სამყაროში ხო და რაღაცები შეიცვლება დღეს არა ხვალ შეიცვლება და ანუ ჩვენი რა თქმა უნდა ამით ვაზიანებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს თავისთავად კი, აი მე მინდა გკითხოთ 500-ზე მეტი დაპატიმრებული, ასე ვთქვათ, ადამიანის იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც აქციების პერიოდში არის დაკავებული, მათი ბედი გადაწყვეტილია თუ არა გარკვეულწილად, თუ ველოდებით იმას, რომ რაიმე სახის, ვთქვათ, ან დათმობა იქნება, ან რბილი მოპყრობა იქნება ამ ადამიანების მიმართ, ჩვენ ვხედავთ, რომ თუნდაც აი სილის გაწვნასთან დაკავშირებით საუბრობდა ჩემი წინა სტუმარი და 4 წელი როდესაც არის ვთქვათ საფრთხე რომ 4 წლით ეს ადამიანი შეიძლება ციხეში ჩაჯდეს აი ასეთ კონკრეტულ შემთხვევებს ვგულისხმობ როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე რომ შეიძლება ადამიანები გამოვიდნენ უცებ მოწყობილებიდან და რაღაც მოხდეს მაგრამ ამის გამო რაღაც რადიკალურად და სადამსჯელო არ უნდა იყოს სასამართლო და ვთქვათ უფრო მეტად ჰუმანური უნდა იყოს ადამიანების მიმართ. აი, თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ არ შეიძლება ეს არ არის სამართლის მიდგომა, რომ სისხლის სამართლებრივი დაზუსტებისთვის ამ წუთას დაახლოებით 55-60 ადამიანზეა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილში და ისინი იმყოფებიან პატიმრობაში, წინასწარ პატიმრობაში. დანარჩენი 500-მდე ადამიანი ადმინისტრაციული წესით იყო სხვადასხვა ეტაპზე დაპატიმრებული. ეხლა ზუსტი რაოდენობა ამ წუთასამდენი არ ვიცი, მაგრამ ნაწილ გამოდიოდნენ ადმინისტრაციული პატიმრობიდან, ხო? თუმცა ადმინისტრაციული პატიმრობაც კი განსაკუთრებული ზომა, რომ ადამიანის თავისუფლების კვეთა ხდება რაღაც პერიოდის განმავლობაში, ხო? და ამ დროს გამოყენება ქუჩაში, რომ თქვათ აქციაზე ან იქ გზაგადაკეტა ან იდგა ან რაღაცა ნაბიჯი გადადგა ამ დროს როცა მთელი ქვეყანა პროტესტია წარმოუდგენელია. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს და მაგალითად ისაც ბათუმში ჩვენ ვიხილეთ წარმოუდგენელი რამ არის ნორმალურ პირობებში თუ სისხლის ანუ ნორმალურ ქვეყანა რო იყოს და სასამართლო სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, როდესაც სასამართლო მსჯელობს აღკვეთ ღონისძიებაზე, აღკვეთი ღონისძიების რომელსაც სანამ დადამნაშავედ იქნება ადამიანის ცნობილი, მანამდე გამოყენებულია უზრუნველყოფის საშუალებად, განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ მიმალვის საფრთხე ან მოწმეებზე ზემოქმედების საშუალება არსებობს, ხო? ანუ ეს წარმოუდგენელია, რატომღაც მიეჩვენენ რომ სახელმწიფო სისხლის სამართლის საქმე აღწევს, ამიტომ წინასწარ პატიმრობა უნდა გამოიყენოს. ხო წარმოუდგენელი ნაწილია და ხა მე კიდე საერთოდ სისხლის სამართლის საქმეზე ლაპარაკი, როდესაც რა ვიცი, უამრავი რა ხდებოდა მაგალითად მაშინ რა ქვია აქციების დროს როგორც ცემდნენ პოლიციელები უკვე დაკავებულ ადამიანებს, ხო? და რას უშვებოდნენ და თვითონ ეხლა სილის გაწმნაზე თურმე აქ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიწყოს. გასაგებია ეს არის დემონსტრირება ძალის, რომ ჩვენ კონსოლიდირებული ძალაუფლება გვაქვს, ჩვენ არ დავთმოთ არაფერს
ჩვენ იქნებით პრინციპულები ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ვთქვათ გაბედავს. მაგრამ ეს სამწუხაროა, რომ ადამიანები გვიან ხვდებიან ხოლმე რამხელა შეცდომას უშვებენ და ყველაზე სამწუხაროა, რომ საკუთარ რაღაც ხელისუფლებაში ყოფნის გამო ამ ქვეყნის მომავალს და ამ ქვეყნის ინტერესს ფეხქვეშ თელავენ. ხო, წარმოუდგენელია ამის დაჯერება, რომ როგორ შეიძლება რომ პოლიტიკოსი, რომელიც თანამდებობაზეა, რომელიც მოდის არჩევნებზე ბისგზით ან ხელისუფლებაში უნდა ყოფნა რაღაცა ვითომ საჯარო სიხეთის ემსახურება, თავისი სკამის გამო ყველაფერს გამკეთებდა და ყველაფერს კადრებდა. ეს არის წარმოუდგენელი დააზრება და ზოგადად, როდესაც ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე რაღაც პერიოდში აუცილებლად იქნება ახალი არჩევნები და ცვლილებები აუცილებლად იქნება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალში, რომ წესიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პროცესი იყოს ამ ქვეყანაში. იქნება განსხვავებული, ხა უცებ ჩვენ არ გავიღვიძებთ 64-ში, მაგრამ თავარი არის რომ იქნება, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეხედულებები, იქნება რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის სიცოცხლე ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება იყოს დაცული, პოლიტიკური ნიშნით არავინ არავის არ ცემდეს და არ დევნიდეს და არჩევნებმა და საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვიტოს ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები ოპოზიციაში იქნება, ხელისუფლებაში იქნება, თანამდებობაზე იქნება თუ არ იქნება, პირველ რიგში ამ ქვეყნის ინტერესით იმოქმედებს და მერე დიდი მადლობა. სხვა ინტერესი. დიდი მადლობა. ვნახოთ როგორ იქნება მოვლენების გაგრძელება და ჩვენ კვლავ გვექნება შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ ამ თემებზე. კოტე ჩოკორაია, კონსტიტუციონალისტი, გვერდთობოდა გადაცემაში, მე დროებით გემშვიდობებით და ინტერაქტივით შემოგერთდებით რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში.